სისტემას მარტო ვებრძოდი ფაქტიურად და ჩემი შვილი ფაქტიურად პირველი მსხვერპლი იყო თემირლანის მერე. და ასე ჩუმად და მზაკრულად რომ მოკლეს გაიყვანეს სახლიდან და 100 კილომეტრის დაშორებით თან გზა რო არ გადაკვეკეტა ალბათ დღემდე საფლავის ნატროლიც ვიქნებოდი რომ არ გამოაჩენდნენ. ეს რაღაცა სიგიჟეში ჩაკითხულეს ხალხმა რომ აი რა გიგვაშვილი რა კავშირში იქნებოდა ამ პატარა გოგოსთან. კი ბატონო, დღესაც ესე გონიათ, რომ რატო ვამბობ იმას ამ კაცის სახელს და გვარს და მიუხედავად იმისა, რომ აგერ ციხეში ზის ამ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ხო? მაშინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სუსლის უფროსი, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაეცვა, კეთილდღეობა უნდა დაეცვა და ამ დროს აღმოჩნდება, რომ თვითონ კურირებს ამ იმერს და მფარველობს და ჩვეულებრივი ბოროტმოქმედია. მაშინ რო ვერ ხვდებოდით კომპიუტერში რა შეიძლება დაეპოვა ან რა ინფორმაცია შეიძლება გაიგო პატარა პროგრამისტ გოგოს. ფიქრობთ რომ ეგ შეიძლება ყოფილიყო კოლ-ცენტრი? ფიქრობთ კი არა, ზუსტად ეგრეა ალბათ. ალბათ ეგრეა. არ ვიცი, ხა ეგ ინფორმაცია ზუსტად რო ვიცოდე, ხო გახსნილიც იქნებოდა საქმე. თავარია ის ინფორმაცია ვიცოდე, რა ინფორმაცია მოიპოვა, ხო? და უკვე იმის რომელიც თავიდან დარწმუნებულია რომ არც გაამჟღავნეს. ხო, არა, რა თქმა უნდა. და რა აგერ 5 წელი დამალეს იმისი ბოსაჟვანიასისა და რა ვერ დამალავდნენ თამუნასმეებს, საიდუმლოებებს. მithumetes რამდენი ადამიანის ხელი ურევია მის სისხლში. მამა მეუბნებოდა რომ თამუნა ამბობდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ, ორთაჭალაში მივდივარ. ორთაჭალაში მივდივარ, ხშირად ამბობდა ხა შინაგან საქმეთა სამინისტროში თვითონ ამის ეუბნებოდა ხოლმე როგორც ყოფილი პოლიციელი ისაო მამაო შენ ისაო შენი ტვინიო როგორ კარგად გამოხმარდებოდაო დაუშვათ რესურსად ამ შინაგან სამინისტროსო და ერთხელ მე თვითონ შევესწავლე არის აუ მამა არიცი შენ იქ რეები ხდებაო. და რა ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით ხა რა შეიძლება და საიდან შეიძლება და ცოდნო და ხა ვეღარც ჩავეძიეთ ხა რომ ჩავძიებულიყავით ალბათ არ გვეტყოდა ხო ფაქტია რომ რაღაცას მიაკლია ან ნახეს იმათაც რომ ამან მიაკლია და მე ანიბარებდნენ ან თუნდაც აფრთხილებდნენ რომ აი არაფერი წამოგწდეს, არაფერი არ თქვა ან ისა არ არის გამორიცხული რომ ოჯახითაც ემუქრებოდნენ. გვარები არ დაუსახლებია თვითონ თამუნას არასოდეს არავისი? არა. თან ისეთი ბავშვი იყო რომ საიდუმლოს შენახვა ძალიან კარგად ეხერხებოდა ეხა მithumetes თუ გაუთქმელობა ქონდა ისა ნათქვა დადებული როგორ იტყოდა ხო არ იტყოდა იმამდე ბოლო წუთამდე და თან იმასაც ალბათ ვერ წარმოიდგენდა რომ ესე მზაკრული გეგმით გაიტყუებდნენ და ესე მოკლავდნენ ხო იმიტომ რომ მიდის იქა წარმოიდგინეთ მანქანა არის რაღაცა მაწევანის დასაწყისში და იმასაც კი არ იმაშვებიან უგულებელ ყოფენ რომ სოფელში შევიდა და ამდენმა ადამიანმა დაინახა ბირჟაზე ხალხი იყო თელმა ჯგუფმა ათეულობით ადამიანმა დაინახა და ამას ყველაფერს უგულებელ ყოფენ რომ არ შესულა იმაში რა ქვია სოფელში და არავის არ დაუნახავს ამ დროს როცა ადამიანები ცოცხლები არიან და ამბობენ რომ დაინახეს ხო თუნდაც ის არასრულწლოვანი გოგო როგორ გააჩუმეს ელემენტარულად კაი სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს თავი დავანებოთ აგერ სერგო შუბიჩიძე როგორ გააჩუმეს კაცი გამოვიდა თქვა რომ გამახსნეს ტელეფონი და თავიდან დამალუქინეს თუ მაგათ ინტერესებში არ შედიოდა რატო ხსნიდნენ და რატო ლუქავდნენ თუ არ ფარავდნენ და არ ფარცხავდნენ საქმეს ყველაზე მეტი თქვენი ეჭვი რომელ ადამიანზე მოდის ლილუაშვილზე როგორც არა ძალოვნებზე მოდის იმიტომ რომ ძალოვნებმა ყველამ ჩაფარცხა ხო ხელიდან ხელში გადადიოდა ჯერ სამხარეო პოლიციიდან გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში თამუნას საქმიანობა მე იქაც რომ დავინახეთ რომ ასეთ იმეებს ქონდა ადგილი რა ქვია ფაქტების უგულებელყოფას გადავიდა მე იმაში გენპროკურატურაში ეს ყველაფერი და ბევრ ადამიანს აქვს რა ისა შოთაძე
შოთაძე და წავიდა. დაიმასქნა თავი რა, დააღწია ამ ყველაფერს განცხადება დაწერა და წავიდა და რამით მორჩა ყველაფერი? ზუსტადაც ეხლა რო შევიტანეთ ისა მაგას ვითხოვ რომ ამდენი ისინი რომ გააყალბა ფაქტები და ამდენი რაღაცეები დამალა გამოვიდეს და აგოს პასუხი სადაც არ უნდა იყოს. მაინც მიწდება თამუნას ცოდვა ამერიკაში კი არა თუნდა მარსზე გაფრინდეს.